მოგესალმებით მეგობრებო ჩვენს ახალ ვლოგში. სამწუხაროდ მე ვარ თაკოს გარეშე დღევანდელ ჩვენს ვლოგში და მოკლედ დავიწყე ვიდეოს გადაღება უკვე აეროპორტიდან და ეს იქნება მოგზაურობის ვლოგი, როგორც სათავიდან მიხვდით. და დღეს მე და ნიკა მივდივართ დასასვენებლად და იმედი გვაქვს რომ ძალიან კარგი დასვენება გამოგვივა. გუშინ წინ ვიყიდეთ ბილეთები, გუშინ სასტუმროები დავჯავშნეთ, ჩავლაგდით, რაღაც საქმეები გვქონდა, რასაც ისე ვერ დავტოვებდით და თან მივდივართ ორი კვირით და მოკლედ ესე უცებ ბოლო წამა ხალხი ვართ მე და ნიკა. როგორც ჩანს კი არა ესეა მოგზაურობებთან დაკავშირებით მე და ნიკა ბოლო წამა ხალხი ვარ. ამიტომ ეს ყველაფერიც ბოლო დღემდე მოვიტანეთ. გამოყვებით, ვნახოთ როგორი მოგზაურობა გამოგვივა. იმედი მაქვს რომ კარგი, იმედი მაქვს რომ არ გვექნება შეფერხებები და პრობლემები და ყველაფერს გავართმევთ თავს. და ვნახოთ რა იქნება. რაც შეეხება ჩვენი მოგზაურობის გეგმას, ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, მაგრამ საბოლოოდ ცოტა ბანალური ვარიანტი გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს არ გვინდოდა ნაცნობი ადგილები. ეხლა მივფრინავთ მილანში, თბილისიდან. შემდეგ იქიდან პირდაპირ წავალთ ვენეციაში. რამოდენიმე დღე იქ ვჩერდებით, ბრუნდებით მილანში, იქაც რამოდენიმე დღე ვჩერდებით და შემდეგ მივდივართ სანტორინში, სანტორინიდან სალონიკში და მოკლედ რაღაცა ძალიან ბევრ ადგილას მივდივართ. ამიტომ ვნახოთ, წავედით. ჩამოვედით როგორც იქნა მილანში, ველოდებით პარკს და წავალთ ახლა მილანის ცენტრალში. 4 წელი რომ მქონდა საბერძნეთის პერმიტი, იმდენად არაფერს არ მეკითხებოდნენ აეროპორტში, რომ ეხლა ცოტა დავიბენი ამდენი კითხვისგან, სად მიდიხარ, როდის ბრუნდები საქართველოში და ასე შემდეგ. ჩვენი გათვლებით საკმაოდ ბევრი დრო გვქონდა იმისთვის, რომ აეროპორტიდან წავსულიყავით მილანის ცენტრალში, სადგურზე. მატარებლებში ცოტა ძლივს გავერკვიეთ, იმიტომ რომ არ ეწერა ისე გარკვევით ყველაფერი, როგორც იყო საჭირო და საბოლოოდ მოხდა, რომ უბრალოდ რომ გავიგეთ, რომ ანუ მატარებელი გადიოდა ცენტრალისკენ, იმ მატარებელს გავყავით, თუმცა ჩვენი ბილეთის მიხედვით, ჩვენი მატარებელი უნდა გასულიყო დაახლოებით 14 წუთში, ანუ შემდეგ რა 2 რეისის შემდეგ. კიდევ კარგი რომ ამ მატარებელს გამოყევით, იმიტომ რომ იმას რომ გავყავდით, რომლის ბილეთებიც ვიყიდეთ, ვერ მივასწრებდით ვენეციის მატარებელს. მაგრამ თავარია ახლა მივდივართ და ძალიან მალე მივალთ სადგურში. ეხლა ჩვენ მივდივართ უკვე ვენეციისკენ, 1 საათია გზაში ვართ, კიდევ დაახლოებით საათი და რაღაც წუთები და ჩავალთ როგორც იქნა ვენეციაში. მარტივი იყო იმ მატარებლის მოძებნა, რომელიც მოდიოდა ვენეციაში, თუმცა არ ვიცოდი რომ ვენეციას 2 თუ 3 დიდი გაჩერება აქვს და მე მქონია ნაყიდი მესტრახო. რომელიღაც უკვე არასწორ გაჩერებაზე მქონდა, მაგრამ საბედნიეროდ ეს მატარებელი ბოლომდე მიდის, შესაბამისად მიდის ამ სანტა-ლუჩიაზე და იქ არ ჩამოვალთ, სადაც ჩემ ბილეთში წერია და ჩამოვალ სანტა-ლუჩიას. ამიტომ ვინც ვენეციაში წამოხვალთ, კარგად დააკვირდით მილანიდან ვენეციის მიმართულებით, რომელი გაჩერება წერია ამ ბილეთზე, მოკლედ. უნდა ეწერო სანტა-ლუჩია. თავარია დღეს მივიდეთ სასტუმრომდე და ხვალიდან რაღაცას ვიზამთ, ხვალ რამე იქნება. კამერა არ წამოვიღე, იმიტომ რომ არაფრის გადაღების თავი არ მქონდა. ეხლა ისე ვართ, რომ ოღონდ რამე ჭამოთ და დავიძინოთ. და არ ვიცი, ძალიან ტურისტულ ადგილას ჭამთ. იმედი მაქვს, რომ ნორმალური იქნება. არ არსებობს თუ ვინმე ვენეციაში ჩამოხვალთ ეს ადგილი არ ნახოთ, იმიტომ რომ არის ზუსტად სადგურის სურაფი ამის გვერდით. აი ამ კიბესთან, ამ ხიდთან.
კიბე ახალი, აბა რა არის? ხითია რომელსაც აქვს კიბეც. კიბე. არის. კიბეები არის. კიბეებიანი ხიდი. ეს სხვა საკითხი. ეს უკვე ყველაზე საუკეთესო ვერსია. ეხლა შევჭამ, წავალ დიბანავებს და აქ თავდება დღევანდელი დღე. და ხვალ და თქო ნახოთ რა იქნება ვენეციაში და როგორ მოგვეწონება. Ciao, ciao. Ci vedremo tempi migliori. Grazie. Ciao, grazie. გათენდა როგორც იქნა დღევანდელი დღე. საკმაოდ კარგად მეძინა. დილით ეგრევე ჩავედით საუზმეზე და საკმაოდ ნორმალური კარგი საუზმე იყო. დღისით რომ ნახე ჩვენი სასტუმროს ეზო და ეს კაფე და რაღაც უფრო ბევრად მომეწონა. გადავიღე კადრები, რა თქმა უნდა, გაჩვენებთ. ეს არის სივრცე და საჭმელები, რომლებიც იყო წარმოდგენილი საუზმეზე. ნიკამ რაღაცები უფრო გემრიელად მიირთვა, რადგან უყვარს კვერცხი და ზოგადად საუზმე ნიკას უყვარს. ძალიან გემრიელი დესერტები ჰქონდათ. დაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ამ ადგილმა, სასაუზმო სივრცემ გარე ტერასის, რომელიც იყო კანალზე, ულამაზესი ხედები, კარგი ტემპერატურა. ეხლა მგონი რომ უკვე ძალიან ცხელა. დაახლოებით 12 საათია. მოვიმზადებით და მოკლედ წავალთ უკვე დღისით მზისით ვენეციაში სასეირნოდ. ესენი ხوار გავიკეთო. ნიჭოში ნახია არქიტექტურა. ნახავ ეხლა. გამოვედით სასტუმროდან და მივდივართ ეხლა უნდა ვნახოთ ერთ-ერთი მთავარი მოედანი. ნიკას მოუნდა გზაში ხილი და ესე თან მივირთმევს და თან მოკლედ მივდივართ. ძალიან ბევრი ხალხია, ძალიან კარგი ამინდია და ვნახოთ. ამინდი კარგია. ხილი კარგია და ესეთ გემრიელი მარწყვი საქართველოში არ მიჭამე მგონი. ნიკას ჯერ ვენეცია არ აინტერესებს. ამ წუთებში მხოლოდ თავისი ხილის მირთმევით არის. არ მინდა მე არ მაშინ ეგ მინდა. შენც კარგად აღი პირ შოშია თავი. წადი შოშია. ძალიან ბევრი ვისეირნეთ და ეხლა ცოტა ხანი უნდა დავისვენოთ და დავსხედით რაღაც კაფეში. მე შევუკვეთე ჰუგო. პიცის ჭამის შემდეგ ეგრევე წავედით სასტუმროში. დავისვენეთ ცოტა ხანი. წამოვწექით, ძებდი რაიმე რესტორანს რომ წავსულიყავით და ამასობაში დიდი დრო გავიდა და ჩქარა გამოვარდით, იმიტომ რომ ყველაფერი იკეტება 10 საათზე და უმეტესობა რაღაცები უკვე დაკეტილია, არ ვიცი ხო და უნდა ვნახოთ ახლა 1-2 ვარიანტი ვნახე ინტერნეტში, აქებენ და არ ვიცი ვნახოთ იმედია მივალთ, მალე იმედია იქნება ადგილი და წავედით გიჟივით. არ ვიცი, კარგად მაცვია თუ გიჟივით მაცვია. ეს ზედა დღეს მეცვა და მეთქი ბარემ ჩავიცვა თქო, დღესაც თქო და სხვა რამე არ დავსვარო თქო და ეს ჩანთა მქონდა კაბებისთვის წამოღებული და შარვლის ფერებში და გავიკეთე, მეგონი ძალიან მოუხდა, საყვარლობა გამოვიდა.
ყელზეც რაღაც ვარდისფერი თაკოს გაკეთებული ყელსაბამი. აქაც თაკოს გაკეთებული მისამაგრი. ნიკა, თქვი ახლა მოგეწონა თუ არა ვენეცია? მე მახსოვდა დაახლოებით რაც იყო. არა, კი, ძალიან მეწყო. კაოსია, მაგრამ აბოლო ჯამში უკმაყოფილო არ წავალ ნამდვილად. უკმაყოფილო არ წახვალ, უკმაყოფილი წახვალ, ანუ? კი. აი, ამ რესტორანში მოვრბოდით, თუმცა ადგილები არ არის და ამიტომ სავარაუდოდ ახლა ჩვენ შევალთ აი ამ რესტორანში, რომელსაც ასევე ძალიან კარგი შეფასებები აქვს ინტერნეტში, რაც ვნახე და რა ვიცი, ცუდი არ უნდა იყოს. აქედანაა შესასვლელი. ეს რიგია? არც ამ წინა რესტორანში იყო ადგილი. დავჯავშნეთ ხვალისთვის და ახლა მიგვასწავლეს ერთი რესტორანი და იქ მივდივართ, არ ვიცი. იქაც თუ არ დავსხედით, მაშინ მოგვიწევს ბურგერ კინგში. აი, მოვედით იმ რესტორანში, რომელშიც გამოგვაგზავნეს. აი, ესეთ მოედანზეა, ძალიან დიდი სივრცეა. და აი, აქეთაც ძალიან კარგი რესტორანი ჩანს. ძალიან კარგი ადგილია. მივუთითებ ამის ლოკაციას. დიდი შანსია, რომ ესეთ დიდ ადგილებში, დიდ რესტორნებში დავსხდეთ. ისინი, ვინც არ ვჯავშნით წინასწარ მაგიდას. მეგობრებო, ჩვენ შევუკვეთეთ გემრიელი საჭმელი. ძალიან კარგი არჩევანი გავაკეთეთ და ვნახოთ აბა. ჩემი ძვირფასი მეუღლე მიირთმევს ესეთ იწყებს ამ პურით და ზეითუნის ზეთით და მარილით. ამ ბერძნებმა სისხლი გადაუსხეს მე მგონი და ეხლა ზეითუნის ზეთს სვამს. მოვიდა ჩვენი სალათი. მეგონა რომ იქნებოდა მარწყვი, ზოგადად მე ძალიან მიყვარს ტკბილი კოქტეილები. და რატომღაც მარწყვზე წავედი, არ ვიცი და აღმოჩნდა გრეიფრუტის და არის ძალიან მწარე. ოღონ ალკოჰოლის სიმწარე არ აქვს, აი ნამდვილი გრეიფრუტის სიმწარე აქვს. ესე გამოიყურება ნიკას ნეკნები. მენიუში თუ არის კარტოფილი, მე აუცილებლად ვუკვეთავ. აი ესეც კარტოფილი. ესეც ჩემი რავიოლი, რომელიც ძალიან კარგად გამოიყურება. ესე გამოიყურება ჩვენი დღევანდელი ვახშამი და მე კმაყოფილი ვარ პირადად. ესეც ჩვენი მეორე დღე ვენეციაში. დილით განსაკუთრებული არაფერი არ გაგვიკეთებია, ვისაუზმეთ, შემდეგ ოთახში ვიყავით. მოვიმზადე ნელ-ნელა. არ ვიცით, მე გავიკეთე ნიკას ჟელეთი და პირველად მაქვს მგონი ესეთმა. არ ვიცი მიხდება თუ არა, მაგრამ ვერაფერს ვერ შევცვლიდი. ეხლა თავს ვერ ჩამოვიბანდი თავიდან. ეხლა ჩვენ ვიდივართ რაღაც სენდვიჩების საჭმელად. მე განახებ ჩორიდან რა მაცვია, მე მგონი კარგად მაცვია. ეს თაკოს ჩანთა წამოვიღე. რომელიც ძალიან მომწონს. რაღაც თითქოს აი ფრენჩ რივიერაზე უნდა ვსეირნო და ისე მაცვია. ძალიან შორს ვერ წავალ, მაგრამ აი ეს ფეხზე მაცვია იგივე რაც მეცვა გუშინ, იმიტომ რომ ფეხი არ მეტკინოს, მაგრამ უკვე მტკივა. მაგრამ მშვენივრად გამოვიყურებ. გავაგრძელოთ ახლა გზა. ნიკა არის დღეს ჩვენი გიდი. რუკა აქვს ჩართული და ვიყვები. შევუკვეთეთ და ველოდებით. ნიკას სენდვიჩი გამზადდა. ჩაო. ნიკა ვერ ითმენს და უკვე ჭამს და მე ვითმენ. რო გადავიღო. სადმე უნდა მივეყუდოთ. აი ეს ნახეთ. ბევრი წლები რო გავალდა ამ YouTube-ს რო ნახავ, იცი როგორ გაგიხარდება? აბა ეხლა თქვენ სენდვიჩი წარმოგიდგენიათ კოკა-კოლის გარეშე. მე არა. შენთან შედარებით ჩემი ნამსხვერია. მივირთვით სენდვიჩი. ისე სწრაფად ვჭამეთ, რა ვიცი, გადავყლაპეთ. და მოკლედ ჩვენ მაგალითად მოგვეწონა, მაგრამ ანუ მოგვეწონა ინგრედიენტები, მოგვეწონა პური და ყველაფერი. უბრალოდ ერთადერთი ამ ჩემს სენდვიჩი და ნიკას სენდვიჩიც რაც არ მოგვეწონა, ეს იყო კარამელიზირებული ხახვი, რომელიც იყო ძალიან ტკბილი. ტესტო უნდა გვეღო მაგარი ვიდები.
სახის უპესტოსას ვჭამთ და რა მაგრამ მოგწონს. ხო და მაგიტომ მინდოდა ცოტა სხვა. გვეტაკა პესტორო არა იდეა შენ ანუ მე ცოტა შენ სხვა გვინდოდა მაგიტო რომ ვიცით. აპეროლი გვინდა. რომ გზაში დავლიოთ. ის არა თვითონ მისარი. ჩვენი ჰუგო ძალიან მომწონს ეს კოქტეილი პირველად გავსინჯე ვენაში არ ვიცოდი ამის არსებობა ძალიან ეს ერთ შეხედვით შეიძლება ვინმეს ეგონოს მოჰიტო მაგრამ არა ეს არის ჰუგო ბონასე აქ ვიყიდეთ კოქტეილები და აი ძლივს ვნახეთ რომ სადმე დავსხდეთ იმიტომ რომ არსად არ არის ესეთი საზოგადოებრივი აუნახეთ რა ლამაზი ადგილია სუსტად ამ ბარის უკან არის საერთოდ არ არის ხალხი როგორც ხედავთ რაღაც ძალიან ისეთი დამალული ადგილივით არის და აი აქ შეგიძლიათ ულამაზესი ფოტოები გადაიღოთ მალეკენ გოგოებო ქშია სენდვიჩი რო ვერ ვჭამეთ პესტო სენდვიჩი რო ვერ ვჭამეთ იქ ეხლა პესტოც ვინაზღავრებთ პიცით აი მე შენ ჭამე უკვე აი მე როდის მოსწარი ჩემი ბრო დიდი იყო და რატო არ აიღეს გემრიელია გემრიელი მე ცვივა ფარინი ამ ბიჭერა გთხოვ მართლა აღარ მინდა მეც არ მინდა შენი ხათრით ჭამე ეს მეც ეგრეთ პონჩი ვჭამე დავბრუნდით სასტუმროში, წამოვწექით და მივხვდი რომ თუ არ ავდგებოდი ახლა უკვე დავიძინებდი. ამიტომ ამოვიცვი ეს ვარდისფერი შარვალი, ეს პერანგი მოვიცვი ისევ და ახლა გავდივარ რომ ვიბოდიალო რაღაცები მაღაზიებში მინდა შევბოდიალდე აი ძალიან ისეთ სისულელები სადაც იყიდება, სადაც ნიკას ეზარება სიარული. უარი არ უთქვამს, მაგრამ ვიცი რომ არ უყვარს და რა ინტერესებს შესაბამისად მაგასთან ერთად არ შევსულ ვარ. მე გარეთ რაც ვჭამეთ კი ნახეთ და რაღაც ერთი ისეთი დრო დაждები და ნორმალურად შეჭამ. ეგეთი ვახშამი აუცილებელია, ამიტომ საღამოს ეგრე წავალ სახლში. ხო გითხარით სისულელების საყიდლად მივდივართ ხო? ნახეთ, აწერია ჩაო ამორე. ამ კამერას ვერ გავუგერაშუება. კარგით, წავედით ახლა Flying Tiger-ში შევიდეთ. არ ვიცი თქვენ რამდენად იცით, მაგრამ მე ვგიჟდები ამებზე. მისაუთ ბარათებზე. თუ ვინმეს უნდა ჩემი გახარება, უნდა მაჩუქოს მისაოცი ბარათი. ბევრი მაქვს, ბევრიც უკვე გავაჩუქე. ძალიან მიყვარს. ახლა Flying Tiger-ში არაფრის ყიდვას არ ვაპირებ, რადგან მაინც ბოლოს სალონიკში მივდივარ და იქედან იქ ვიყიდე ყველაფერს მოკლედ თუ რამე მომეწონება და მომინდება. უბრალოდ ახლა შემოვიხედე. Flying Tiger-ში ვიყიდე ეს საწვიმარ და მე ჩავიცვენე, რომ ძალიან წვიმს. ფეხზე რა მეშველება, შლოპანცები მაცვია. შარვალს ვიწევ შორტივით. იმიტომ რომ ვერც ვერ გავრეცხავ მე ახლა ამ შარვალს. წავედით.
და წვიმს ესეც წიმა არ მეგონა. წავედი წავჭყა პუნდის სახლში. ვიყიდე კანოლი და სახლში გავსინჯოთ ნიკასთან ერთად. ამასობაში აი ეს ჩემს სასტუმროსთანაც მოვსუარ. ეხლა ეს იქნება ჩემი სასტუმროს ტური გარედან. სასტუმროს იქეთ მხარეს აქვს რესტორანი. სადაც შეგიძლიათ ძალიან გემრიელად მიირთვათ და კარგი რესტორანი მოწესრიგებული, სუფთა, საკმაოდ კარგი მენიუ. ჩემს უკან რაც სივრცეც არის, აქ არის უკვე რესეფშენი, შემდეგ არის ისევ რესტორანი, თუმცა ეს უფრო სასაუზმო არის, როცა ხალხი ცხოვრობს, თუმცა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ აქეთ დასხდეთ, განსაკუთრებით ტერასაზე, სადაც არის კანალის ხედი და ხალხი ბევრი არ არის წამოყევით და აქეთ ნახეთ არის ჩემი ნომერი. ამ ხედზეა და გვერდიდან უყურებს კანალს. შეიძლება კანალის ხედზეც იყოს ნომრები, მე მგონი არის კი. მაგრამ რა ვიცი, ოთახიდან თუ არ დაინახავთ, ჩამოხვალთ და დაინახავთ. ნუ იტყვი. პორტუგალი ვარქნეს მე ძალიან მომწონა. აუ მეზარება მილანდი რაღაც კიდე ბოდია. აი ესენი ვაი. აი ეს. ჩავიცრი ფეხზე კედები, იმიტომ რომ ნაწვიმარია და ადვილად გაიწმინდება. აი ზამშს ვერ ჩავიცმევდი. ნიკა შენც ამიტომ მე მგონი ჯობია ნაიკი ჩაისვა, ცოდოა ეს ფეხსაცმელი. ცოდებული ვდგავარ კარტონ და მე მეუბნება თვითონ ფეხზე იწმევდა. რა აუტანლები არიან ეს კაცები, ღმერთო. ჩაცმული, აი ესე ვიდექი. რო გააღოს, კარი გავიდეთ. მეუბნება, წამოდიო. ფეხზე არ ეცვა. აუტანელი. რა მეშველება შენ დაბერდები და გამოტროყუნდები. გიშვი. შინ? მე არ გამოტროყუნდები. მოვედით. ადგილი სადაც დავჯავშნეთ, მაგრამ გარეთ დავჯავშნეთ და გარეთ ადგილი არ არის. ადგილი არ არის, არ ვიცი. გარეთ დავჯავშნეთ. ნიკას აინტერესებს აქ ოდეს მე ვინმე შედიოდა თუ არა და იყო თუ არა კარი. მითხარით ქალბატონო სალომე თავს მოტყუებულად რატომ გზნო? იმიტომ რომ მოვედი და არ დამხვდა ჩემი მაგი და ჩემი კუთვნილი მაგიტა რომელიც გუშინ დაუჯავშეთ და კისრის ტაყვით მოვედით რომ არ დავაგვიანოთ თქო არ დავხვდა და აქ მგონია უნდა დავჯდე აი აქ სადმე და აი იქ ვჯდები. რა სიტყვით ამ რესტორნის მეპატრონის? იმედგაცრუებული ვარ და არ გავუწევ რეკომენდაცია. ძალიან შევკვეთეთ და ველოდებით. ესე გამოიყურება ჩემი გორგონზოლას პასტა. ნიკა არა 2-1 წუთი რა. რა ვერ დაიმახსოვრე რომ შენი ცოლი არის ინფლუენსერი და იუთუბერი. არ შეიძლება. უნდა შემიწო ხელი. ესეც ჩვენი ტირამისუ, ესე ტკბილად ვამთავრებთ დღევანდელ კვების დღეს. გასტრო დღეს. ტირამისუ გამაუცა. 10-დან 10. 9 ხო. პასტები შევაფასეთ 8 ქულაზე. ტირამისუ შეფასდა 9 ქულაზე. და პერული ჩვეულებრივი იყო. კოკოლა 10. ასე დასრულდა ჩვენი დღევანდელი დღე ვენეციაში, ხვალ უკვე წავიდეთ მილანში და ნახოთ რა ვიცი ვიბოდიალოთ იქაც და ვჭამოთ პიცები და პასტები.